საღამოშვიდობის 26 ნოემბერს BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღეს ბოლოს მნიშვნელოვან სიახლეებს გიზიარებთ BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად. პრემიერის ინტერპელაცია პარლამენტში, განათლების რეფორმა და Eagle Hills-ი. უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციისათვის ქართულმა ოცნებამ ირაკლი კობახიძე პარლამენტში დაიბარა. პრემიერის საკანონმდებლო ორგანოში მივიდა და უნივერსიტეტებში ცვლილებების გეგმარებამდე Eagle Hills-ზე, სოციალურ თემებზე და განათლების რეფორმაზეც ისაუბრა. პრემიერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ Eagle Hills-ის სასარგებლოდ სახელმწიფო არავითარ ფინანსურ ვალდებულებას არ იღებს და სახელმწიფოსა და Eagle Hills შორის თუ იქნება საინვესტიციო დავა, მას ციურიხის არბიტრაჟი განიხილავს. კობახიძის განცხადებით, Eagle Hills-ის პროექტიდან სახელმწიფოს დივიდენდი დაახლოებით 2 მილიარდი ლარი, ხოლო კომპანიის 4 მილიარდი ლარი იქნება. პრემიერი ამბობს, რომ ინვესტიციიდან ამონაგები დაახლოებით 23%-იანია მოსალოდნელი. პრემიერის თქმით, საქართველოს ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანასაც ჩამორჩება. კობახიძის განცხადებით, გასული 4 წლის განმავლობაში საქართველოს ნომინალური ეკონომიკა დოლარში გაორმაგებულია. 2021 წლიდან მოყოლებული საშუალო რეალური ზრდა 9.7% იყო. მიმდინარე წლისათვის თითქმის 8%-იანი ზრდაა დაფიქსირებული. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სოციალური დახმარების გაცემის მაჩვენებელი გადასახედია. ირაკლი კობახიძემ პარლამენტში თქვა, რომ სოცდახმარებას იმაზე მეტი ადამიანი იღებს, ვიდრე არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რაოდენობა. სადაზღვეო სექტორს პრემიების პორტფელი გაეზარდა, თუმცა წმინდა მოგება შეუმცირდა. ოფიციალური მონაცემებით 9 თვეში სადაზღვეო კომპანიებმა თითქმის 1.1 მილიარდი ლარის პრემიები მოიზიდეს, რაც წლიურად 11.6%-ით ზრდას ნიშნავს. საქართველოს პარლამენტში ირაკლი კობახიძე ინტერპელაციის ფორმატში მივიდა. სხდომაზე პრემიერისგან პასუხის მიზახებად კითხვებს დეპუტატები ორ თემაზე სვამდნენ: უმაღლესი განათლების მიმართულებით მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმა და Eagle Hills-ის ურბანულ პროექტთან დაკავშირებული საკითხები. მთავრობის ხელმძღვანელის მოსმენა Eagle Hills-ის საკითხზე დაიწყო. კითხვები არაბული ინვესტიციის პროექტზე ქართული ოცნების და პარტია გახარია საქართველოსთვის წევრების მიერ იყო დასმული. პრემიერის ვრცელი გამოსვლიდან მისი მხრიდან გაზიარებული ინფორმაციის ნაწილი საზოგადოებისთვის არაერთხელ უკვე ნათქვამი და გაზიარებული იყო. მათ შორის ის, რომ პროექტი თბილისსა და გონიოში 590 და შესაბამისად 260 ჰექტარი მიწის ფართობზე აშენდება და ის მაღალი კლასის ახალ საცხოვრებელ ფართებს, სასტუმროებს, სავაჭრო ობიექტებს, იახტ კლუბს და მრავალ მწვანე ზონას მოიცავს. ინვესტორ საქართველოში არსებული კომპანიის 66.73% და საქართველოს სახელმწიფოს 33.33% ექნება. ისიც პროექტის საინვესტიციო მოცულობა 6 მილიარდ 600 მილიონი დოლარია და მის განხორციელებას 10 წელი დასჭირდება. სახელმწიფო დივიდენდის სახით კი ამ პროექტიდან ჯამში 2 მილიარდი ლარის მიღებას ელოდება. პროექტის ფარგლებში 16,000 საცხოვრებელი ბინის აშენებაა დაგეგმილი. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პროექტში სახელმწიფოს თანამონაწილეობა პროექტის კრედიტებში მონაწილეობას არ ნიშნავს და რომ სახელმწიფო ფინანსურ ვალდებულებებს არ აიღებს და არც Eagle Hills-ის მიერ აღებული სესხების გარანტორი არ იქნება. თუმცა ირაკლი კობახიძემ Eagle Hills-თან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციაც გააზიარა, მათ შორის პრემიერმა თქვა, რომ საინვესტიციო შეთანხმებაში, რომელიც კომერციული საიდუმლოების სტატუსს ატარებს, განსაზღვრული არის დავების გადაწყვეტის პუნქტი. იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა დავა დაიწყება, მისი გადაწყვეტის იურისდიქცია შვეიცარია, კერძოდ კი ციურიხის საარბიტრაჟო პალატაა. სახელმწიფო პროექტიდან ყოველწლიურად გადასახადების სახით 500 მილიონი ლარის შემოსავლის მიღებას ერის. ასევე სიახლეა ისიც, რომ პროექტის განხორციელების ფაზაში ქართული სამშენებლო კომპანიები იქნებიან ჩართული, როგორც მთავრობის ხელმძღვანელმა თქვა და ისინი ჯამში 24,000 ადამიანს დაასაქმებენ. პროექტის მოგება 6 მილიარდ ლარზეა პროგნოზირებული, აქედან 2 მილიარდის დივიდენდი სახელმწიფომ უნდა მიიღოს. როდესაც ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ პირველ რიგში სწორედ ამას. რა არის კომპანიის ოპტიმალური ამონაგები ინვესტიციიდან, იმისათვის, რომ ის დაინტერესდეს რეალურად ინვესტიციის შედეგად. და გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ამ 1/3-2/3 განაწილების პირობებში კომპანია Eagle Hills-ის ამონაგები ხდებოდა რაციონალური და ამ შემთხვევაში მას უღირდა ინვესტიციის ჩადება. სწორედ ამის გათვალისწინებით ჩვენ შევჯერდით საბოლოო ჯამში ამ პირობას. 33.3% მოდის ქართულ მხარეს და 66.7% რჩება კომპანია Eagle Hills. ამ შემთხვევაში გადიოდა კომპანია 23%-იან აერარზე, რაც არის ოპტიმალური მაჩვენებელი. რეალურად რო ავიღოთ ცალკე აღებული მიწის აღიარებულება
და გავიღოთ დივიდენდის მოცულობა, შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ ჩვენ გავედით ოპტიმალურ შედეგზე, იმის მაქსიმუმზე, რაც შეიძლებოდა მიგვიღოთ. მე შემიძლია ყველას ვკითხოთ, ეს არის ჰიპოთეტურია თუ არა ჰიპოთეტური, შეგიძლიათ სცადოთ, აიღოთ ნებისმიერი ასეთი ტიპის აქტივი, ასეთი აქტივები აქვს ჩვენს ქვეყანას. ეტავ კიდევ ერთი კომპანია არსებობს, რომელიც ასეთ აქტივს აიღებს და 33%-ს დაუტოვებს სახელმწიფოს. და თქვენ თუ ამაზე მეც წამოიღებთ, არ შეგვიძლიათ დაგაჯილდოვოთ რაიმე ორდენით. პრემიერის ინფორმაციით საინვესტიციო დავებს მათი წარმოშობის შემთხვევაში ციურიხის საარბიტრაჟო პალატა განიხილავს. კობახიძე ამბობს, რომ Eagle Hills-თან გაფორმებული საინვესტიციო შეთანხმების კომერციულ საიდუმლოებად გამოცხადება ინვესტორის ინტერესების დაცვისთვის განხორციელდა და რომ მსგავსი შეთანხმებისათვის კომერციული საიდუმლოების სტატუსის მინიჭება მიღებული პრაქტიკაა. როგორც მან თქვა, ეკონომიკის სფეროში ბოლო 10 წლის განმავლობაში სულ 1554 კომერციული საიდუმლოების სტატუსის მქონე შეთანხმება გაფორმდა და ამ მხრივ Eagle Hills-ის პროექტი გამონაკლისი არ არის. მთავრობის თავმჯდომარის თქმით, პროექტს ქართული სამშენებლო კომპანიები აშენებენ და როგორც კობახიძე აღნიშნავს, Eagle Hills-ის პროექტის განხორციელების ეტაპზე შეიქმნება 24000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და პროექტის დასრულების შემდეგ 8000-ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი. აჩხება იმას თუ რატომ აქვს მინიჭებული ამ ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი. ეს არის პარტნიორი კომპანიის წმინდა კომერციული ინტერესი, რათა მას ჰქონდეს მომავალში სივრცე, რათა აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა პოტენციურ პარტნიორებთან. ეს არის მიღებული პრაქტიკა. ეს პრაქტიკა ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას ერთი მხრივ და მეორე მხრივ ეს პრაქტიკა ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას. მე მინდა ასევე მოგახსენოთ სტატისტიკის თაობაზე, გასული 10 წლის განმავლობაში კომერციული საიდუმლოების სტატუსი მიენიჭა საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის სფეროში, მხოლოდ ეკონომიკის სფეროში გაფორმებულ 1554 ხელშეკრულებას. მათ შორის არის ცნობილი ანაკლიის ხელშეკრულება და სწორედ ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ითხოვდნენ ანაკლიის შესახებ ხელშეკრულების გასაიდუმლოებას, დღეს იწონებენ იმ ფაქტს, რომ არ არის გასაჯაროებული კომპანია Eagle Hills-თან დადებული ხელშეკრულება. აქვე უნდა ითქვას ის, რომ გასაიდუმლოებულია მხოლოდ ნიუანსები ამ ხელშეკრულების რეალურად დეტალები. ირაკლი კობახიძემ Eagle Hills-ის პროექტში ბინების შესაძლო ფასებზეც ისაუბრა და თქვა, რომ საზოგადოებაში მუსირებს არასწორი მოლოდინი. თითქოს კვადრატული მეტრის ღირებულება $12000-მდე იქნება. კობახიძემ ოპონენტებს მათემატიკის ცოდნა დაუწუნა და აღნიშნა, რომ სინამდვილეში პროექტი 1 კვადრატულ მეტრ ფასს დასახლებულზე რამდენჯერმე ნაკლები იქნება, რაც ქმნის საფუძველს, რომ ამ პროექტში ბინების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებმა შეიძინონ. კობახიძემ ეკონომიკასა და ბიუჯეტში Eagle Hills-ის პროექტის გავლენაზეც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს ეკონომიკაზე ამ პროექტის პირდაპირი ეფექტი 11 მილიარდ ლარამდე უნდა იყოს. პროექტიდან ყოველწლიურად ბიუჯეტში 500 მილიონი ლარი შევა. ამბობს მთავრობის ხელმძღვანელი, დივიდენდად კი 2 მილიარდია დასახელებული. აქაც ოპონენტები სპეკულირებენ და ამბობენ, რომ ბინის ფასი იქნება ძალიან მაღალი, შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ ამ პროექტში ბინების შეძენის შესაძლებლობა. და ერთ-ეგივე ციფრებს და რიცხვებს ატრიალებენ, აქაც აქედანაც ჩანს, რომ არის კოორდინირებული ეს კამპანია. აცხადებენ, რომ $12000 ეღირება ბინა. მარტივად რომ დავთვალოთ 16000 ბინა, საშუალოდ რა ვიღოთ 100 კვადრატული მეტრი. გამოდის 1,600,000 კვადრატული მეტრი გასაღიდი ფართი. ეს ყველაფერი $12000 რო გაყიდოს ერთობლივმა კომპანიამ. გამოდის, რომ შემოსავალი კომპანიას მარტო ბინების ნაწილში, სასტუმროებს და სხვა კომერციულ ინფრასტრუქტურას არ ვთვლი, უნდა იყოს $19.2 მილიარდი. ანუ ამ შემთხვევაში ამხლა მოგებაზე უნდა გავიდეს კომპანია, არა 23%-ზე უკვე საუბარი. არამედ საუბარია კოლოსალურ მოგებაზე, რეალურად თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, რომ რამდენჯერმე ნაკლები იქნება ბინის ფასი დასახლებულ ფასთან შედარებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ლოგიკური მოლოდინი, რომ ქართველი მყიდველების პროცენტული მაჩვენებელი ამ პროექტში იქნება დაახლოებით იგივე, რაც გვაქვს სტანდარტულად სხვა პროექტების შემთხვევაში. მე ვფიქრობ, რომ 80%-თან იქნება ახლოს ეს. Eagle Hills-თან დაკავშირებული კითხვების მიღმა ქართული ოცნების წევრების მხრიდან პრემიერის
ინტერპელაციის ფორმატში. დაბარების მიზანი იყო, როგორც თავად თქვეს, განათლების დაანონსებულ რეფორმასთან დაკავშირებული საკითხების გარკვევა. პრემიერი ამბობს, რომ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა ორ ფაზად განხორციელდება და პირველი ფაზა მომავალი წლის სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. მეორე ფაზას რაც შეეხება მისი განხორციელების ვადა 4-5 წელია. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ პირველი რაც უნდა შესრულდეს მომავალ აკადემიურ წლამდე, ანუ სექტემბრამდე არის კანონმდებლობის გადახედვა. ასევე უახლოეს თვეებში უნდა დასრულდეს შრომის ბაზრის ანალიზი. ირაკლი კობახიძის თქმით, უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად ამ აკადემიურ წელს უკვე დაიწყება და მომავალ წლის სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს დაფინანსების ახალი მოდელიც. ყველა ის სტუდენტი, რომელიც უკვე სწავლობს უნივერსიტეტში, გააგრძელებს სწავლას არსებული დაფინანსების მოდელით. მეორე ფაზით გათვალისწინებულ ცვლილებებს რაც შეეხება, კობახიძის შეფასებით 4 წელში აბსოლუტურად მოსწრებადია ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც ყველაზე შრომატევადი საქმეა და დროს მოითხოვს. 3+1+1 სისტემა არის ის ვარიანტი, რომელზეც პრემიერმა ისაუბრა და რომელზე გადასვლაც ასევე 4 წელიწადშია დაგეგმილი. პირველი რაც უნდა შესრულდეს მომავალ აკადემიურ წლამდე, სექტემბრამდე, კანონმდებლობის გადახედვა უნდა მოესწროს მანამდე. შრომის ბაზრის ანალიზი უახლოესი თვეების განმავლობაში უნდა დასრულდეს, დაწყებულია კითხავით მუშაობა. უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან, სექტემბრიდან და უკვე ამ თვეებში უნდა მომზადდეს ამისათვის კონკრეტული პირობები. ასევე უნდა ამოქმედდეს დაფინანსების ახალი მოდელი. თუმცა აქ მინდა დავაკონკრეტო, რომ ყველა ის სტუდენტი, რომელიც უკვე სწავლობს უნივერსიტეტებში, რომელსაც უკვე ჩაბარებული აქვს, გააგრძელებს სწავლას არსებული დაფინანსების მოდელით და მეორე ფაზა ეს არის დაახლოებით 4-5 წელიწადი. 4 წელიწადში ვფიქრობთ, რომ არსებითად მოსწრებადია შესაბამისი ამოცანების შესრულება. ეს არის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, ეს არის ყველაზე შრომატევადი საქმე, რაც დროსაც მოითხოვს. ასევე საკადრო პოლიტიკის სრულად მოწესრიგება. ვფიქრობთ, რომ შეუძლებელია დასრულდეს, რა თქმა უნდა დაიწყება ახლავე, მაგრამ შეიძლება დასრულდეს დაახლოებით 4 წელიწადში. 3+1+1 სისტემაზე სრული გადასვლა ასევე 4 წელიწადში, თუმცა აქაც მანამდე დავიწყებთ უკვე სისტემის ცვლილებას. ხარისხის მართვის სისტემის მოწესრიგებას დრო დაჭირდება, რა თქმა უნდა, აქედანვე არის მუშაობა დასაწყები, თუმცა ალბათ თვისებრივად დასახვეწად 3-4 წელი იქნება საჭირო. და რაც შეეხება პროგრამების დახვეწას და სახელმწიფოების შექმნას, აქაც ვფიქრობთ, რომ 4 წლიან პერსპექტივაში შესაძლებელია თვისებრივად კონკრეტული ამოცანების შესრულება და მიზნების მიღწევა. ირაკლი კობახიძის თქმით, უმაღლესი განათლების რეფორმის შედეგად ქვეყანაში სტუდენტების რაოდენობა 150,000-დან 100,000-მდე შემცირდება. მან პარლამენტში ინტერპელაციისას თქვა, რომ რეფორმის შედეგად რეგიონებში დეკონცენტრაცია მოხდება. მისი თქმით, დღეს სტუდენტების 85% თბილისზე მოდის, 15% კი რეგიონებზე. რეფორმის შედეგად გადანაწილება შემდეგნაირი უნდა იყოს, ამბობს მთავრობის თავმჯდომარე, დაახლოებით 60% დედაქალაქზეა გათვლილი და 40% რეგიონებში. განათლების რეფორმა ქართული უნივერსიტეტებისათვის უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვასაც მოიაზრებს. პრემიერი დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნავდა, რომ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები ქართულ სტუდენტებს უნდა მოემსახურონ, უცხოელი სტუდენტები კი კერძო უნივერსიტეტებმა უნდა მიიღონ. მას არ დაუმალავს, რომ შეზღუდვა სასწავლებლებს პირველ რიგში კი სამედიცინო უნივერსიტეტს შემოსავლებს შეუმცირებს. სამედიცინო უნივერსიტეტისათვის დანაკლისი, როგორც კობახიძემ აღნიშნა, დაახლოებით 80 მილიონი ლარი იქნება, თუმცა მას აქვს მოლოდინი, რომ ფული, რომელიც უცხოელი სტუდენტების მიღებით ქვეყანაში შემოდის, ქვეყანაშივე დარჩება და კერძო სასწავლებლებზე გადანაწილდება. დანაკლისს კი, რომელსაც სამედიცინო უნივერსიტეტი მიიღებს, სახელმწიფო დააკომპენსირებს. ირაკლი კობახიძემ პარლამენტშივე თქვა, რომ შარშან საქართველოს ეკონომიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების წვლილი მხოლოდ სამედიცინო ნაწილში 1,2 მილიონი ლარი იყო. ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციაზე და სამედიცინო განათლების სისტემის დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიზანია სივრცის სრული განახლება და მისი ტრანსფორმაცია თანამედროვე საუნივერსიტეტო კლინიკად, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს სრულფასოვან საგანმანათლებლო საჭიროებებს შეუქმნის. მისი განმარტებით, პროექტის ზუსტი ბიუჯეტი ჯერ არ არის განსაზღვრული და კონკრეტული არქიტექტურული გადაწყვეტის გარეშე თანხების გამოთვლა შეუძლებელია. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, იგივე რესპუბლიკური საავადმყოფო 1973 წელს არის გახსნილი. ეს არის 24 საათიანი მრავალპროფილური საავადმყოფო, რომელსაც 2008 წელს გადაუდებელი დახმარების ფუნქციაც დაემატა. საავადმყოფოში 20-ზე მეტი მიმართულებით ემსახურებიან პაციენტებს და მას ემატება ლაბორატორიაც.
ფიქრობთ, რომ კიდევ ერთხელ ნაწილობრივ ამ ხარჯების კომპენსირება უნდა მოხდეს კონკრეტული შენობების რეალიზაციით, რომლებსაც არ აქვს კავშირი, ასე ვთქვათ, უნივერსიტეტების იდენტობასთან და შეიძლება იყოს საინტერესო მატერიალიზაცია კომერციული თვალსაზრისით. ასევე სამედიცინო უნივერსიტეტთან მიმართებით მინდა დავაზუსტო, რომ რა თქმა უნდა შენობების გადანაწილება არ შეეხება სამედიცინო უნივერსიტეტს. უფრო მეტიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფრასტრუქტურის თვისებრივად განახლება, განვითარება და რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეასრულოს საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქცია. სამედიცინო უნივერსიტეტისთვის თლიანობაში ეს სივრცე კიდევ უფრო მეტად განვითარდება რესპუბლიკური საავადმყოფოს ჩათვლით, რაც მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ იდეალური პირობები შექმნათ რამდენიმე წლიან პერსპექტივაში სამედიცინო მიმართულების სტუდენტებისთვის. პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას სოციალური დახმარების გაცემის წესის ცვლილების საჭიროებაზეც ისაუბრა. კობახიძე ამბობს, რომ სოცდახმარებას იღებს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე სიღარიბის ზღვარს ქვემოთმყოფი ადამიანების რაოდენობა. მისი განცხადებით, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანში და პროდუქტის რაოდენობით ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას, ყველაზე ღარიბ ქვეყანასაც კი დაახლოებით 30-40%-ით ჩამორჩებით. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით ოქტომბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 7,245 იყო. ამ ადამიანებისათვის საარსებო შემწეობის გადახდაზე ოქტომბერში ჯამში 71 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. გასული წლის ბოლოს სოცდახმარების მიმღებთა რაოდენობა 671,327 იყო, რაც მოსახლეობის 18%-ს აჯარბებს. აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 9,4% შემთხვევაშია. პირველად ხდება ისე, რომ სოციალურ დახმარებას იღებს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე არის სიღარიბის ზღვარს მიღწევა მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა. ანუ ღარიბებზე მეტი იღებს სოციალურ დახმარებას. პირველად ხდება ეს საქართველოს ისტორიაში 90-იან წლებიდან მოყოლებული. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი არის გადასახედი. გამომდინარე იქიდან, რომ ერთგვარი მორატორიუმი იყო გამოცხადებული 2020 წლიდან. მოგეხსენებათ, რომ COVID-ის დროს ობიექტური მიზეზების გამო, გარე ფაქტორების გამო გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მკვეთრად. მასში ჰქონდა სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, ეკონომიკა შემცირდა 6,9%-ით 2020 წელს. ამან გამოიწვია ბუნებრივია ბიუჯეტში პრობლემები, სოციალური პრობლემები და გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა და მას შემდეგ ერთგვარი მორატორიუმი იყო გამოცხადებული, შესაბამისად არ აკლდებოდა რაოდენობა, ემატებოდა. თუმცა მას არ აქვს კავშირი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუარესებასთან. კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომ სიღარიბის მაჩვენებელი 21,3%-დან შემცირდა 9,4%-მდე. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ათობით ადამიანი გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში განათლების სექტორში დასაქმებული ადამიანების მხრიდან გავრცელდა. განათლების სამინისტროში ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ გითხრეს, რომ ცენტრში მიმდინარეობს რეორგანიზაცია და ეს პროცესი დეკემბრის ბოლოს დასრულდება. განათლების უწყებაში არ დაუკონკრეტებიათ დათხოვილი თანამშრომლების რაოდენობა და გითხრეს, რომ ჯერჯერობით პროცესი არ არის დასრულებული. განათლების სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციით გამოცდების ეროვნულ ცენტრში 1 ოქტომბრიდან პირველადი სტრუქტურული ერთეულების ოპტიმიზაცია გამოცხადებული. გაზაფხულიდან რეორგანიზაცია არაერთ საჯარო უწყებაში, მათ შორის სამინისტროებსა და პარლამენტში დაიწყო. განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის შესახებ აპრილში გახდა ცნობილი. უწყებაში ამბობენ, რომ ეს სიპებს არ ეხებოდა. საქართველოს განვითარების ფონდმა 2024 წელი ზარალით დახურა. ყოფილი საპარტნიორო ფონდის კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით ჯგუფის წმინდა ზარალმა 10,400,000 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2023 წელს საინვესტიციო ფონდის მოგება 33,100,000 ლარს შეადგენდა. 2024 წელს ფონდის ჯამური საოპერაციო შემოსავალი 41,400,000 ლარი იყო, რაც წლეურად 13,600,000 ლარით არის გაზრდილი. მათ შორის სასტუმრო ბორჯომილიკანიდან შემოსავალი 15,300,000-ია, აეროსტრუქტურების საწარმო ციკლიდან 25,9 მილიონი ლარი. კომპანიის კონსოლიდირებული შემოსავლის ზრდის მიუხედავად, საოპერაციო ხარჯების და ხელფასების, ასევე არაფინანსური აქტივების გაუფასურებისა და ფინანსური ხარჯების გათვალისწინებით ფონდი გასულ წელს ზარალზე გავიდა. საქართველოს განვითარების ფონდის საპარტნიორო ფონდის რეფორმირების შედეგად არის შექმნილი. ფონდი ფლობს რამდენიმე საინვესტიციო პროექტის წილს, თუმცა აღარ ეკუთვნის სისტემური მნიშვნელობის სახელმწიფო კორპორაციები, რომლებიც ფონდიდან ეტაპობრივად გასულ წლებში გამოვიდნენ.
სააგენტო აწარმოეს საქართველოში 2026 წლის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობების განსახორციელებლად 15.5 მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის პროექტს გეგმავს. ეს უწყების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილ წერილშია მითითებული. განაცხადის მიხედვით დაგეგმილი არის როგორც საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღება, ასევე საქართველოს ბიზნეს გარემოს საიმიჯო მხარდაჭერის პროექტის განხორციელება, რაც საერთაშორისო მედიებისგან რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების მომსახურების შესყიდვას ითვალისწინებს. სააგენტო 2026 წელს მონაწილეობას მიიღებს ათეულობით საერთაშორისო გამოფენაში და ინდუსტრიულ ფორუმში. მნიშვნელოვანი ხარჯები არის გათვალისწინებული IT მომსახურებაზე და მონაცემთა ბაზებზე წვდომაზე, მათ შორის 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული ფაქტორინგის პლატფორმის შექმნაზე. სააგენტო ასევე გეგმავს ტრენინგებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს, როგორც თანამშრომლობის, ისე ექსპორტიორი კომპანიებისათვის. პრემიერ-მინისტრის განცხადებით 2024 წელს საქართველოს ეკონომიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების წვლილი მხოლოდ სამედიცინო ნაწილში 1.2 მილიონი ლარი იყო, რაც მისი შეფასებით პატარა მაჩვენებელი არ არის. 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საბანკო სექტორი 69.9 მილიონი ლარის საკრედიტო პორტფელიდან 91 დღეზე მეტად ვადაგადაცილებულია 1.2 მილიონი ლარის მოცულობის ესხები. ეს მთლიანი პორტფელის 1.8%-ია. ვადაგადაცილების წილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1% პუნქტით არის გაზრდილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ საპატრულო მანქანას და 150 ოპერატიული დანიშნულების პიკაპს ყიდულობს. ფასის დასადგენად უწყებამ ბაზრის მოკვლევა გამოაცხადა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ათობით ადამიანი გაუშვეს. ინფორმაციას განათლების სექტორში დასაქმებული ადამიანები ავრცელებენ. თავად განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ ცენტრში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. საქართველოში ბოინგის კონტრაქტორმა კომპანია აეროსტრუქტურების ტექნოლოგიებმა ციკლონმა ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც 2024 წელს ქარხნის შემოსავალმა $9.4 მილიონი შეადგინა. ამავე დროს გაზრდილი ხარჯების გამო კომპანიის ზარალი $6.3 იყო. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა განაცხადი 112 მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით მიიღო. პროექტს კომპანია პირველი ახორციელებს, რომელიც 2016 წელს არის დაფუძნებული. სადაზღვევო სექტორს პრემიების პორტფელი გაეზარდა, თუმცა წმინდა მოგება შემცირებულია. ოფიციალური მონაცემების მიხედვით 9 თვეში სადაზღვევო კომპანიებმა თითქმის 1.1 მილიონი ლარის პრემია მოიზიდეს, რაც წლიურად 11.6%-ით გაზრდილ მაჩვენებელს ნიშნავს. პორტფელის ზრდის მიუხედავად კომპანიებს წელს წმინდა მოგება შემცირებული აქვს. 9 თვეში 19 სადაზღვევო კომპანიის წმინდა მოგება 113 მილიონი ლარი იყო, რაც წლიურად 2 მილიონი ლარით კლებას ნიშნავს. სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აღნიშნავს, რომ ბაზრის ზრდის ტემპი შედარებით შენელებულ დონეზე რჩება, ხოლო მოზიდული პრემია უფრო მეტად ფასების ზრდის ხარჯზეა გაზრდილი. რა ტენდენციებია დაზღვევის ინდუსტრიაში? მოცეშუბაშვილის სიუჟეტი უნდა ვნახოთ ამ თემაზე. 2025 წლის 9 თვეს სადაზღვევო სექტორმა გაზრდილი მოზიდული პრემიით, თუმცა შემცირებული წმინდა მოგებით დაასრულა. ბაზარზე მოქმედმა 19-მა სადაზღვევო კომპანიამ ჯამურად იანვარ-სექტემბრის პერიოდში თითქმის 1.1 მილიონი ლარის მოცულობის პრემია მოიზიდა, რაც წლიურად 11.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. თუმცა 2 მილიონი ლარით 113 მილიონ ლარამდე იყო შემცირებული წმინდა მოგება. სადაზღვევო კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ 9 თვის მონაცემებით სექტორის ზრდის ტემპი შედარებით შენელებულ დონეზე რჩება. არდის გენერალური დირექტორის განმარტებით, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ავტოდაზღვევის ნაწილში მოზიდული პრემია უფრო მეტად ფასების ზრდის ხარჯზე იზრდება და ნაკლებად დაზღვეულთა რაოდენობით. რაც შეეხება შემცირებულ წმინდა მოგებას, მიხეილ ჯაფარიძე განმარტავს, რომ ამისი მიზეზი კომპანიების გაზრდილი საოპერაციო ხარჯებია. ბაზარმა შედარებით შეანება ზრდის ტემპი, რაც სხვა პერიოდთან შედარებით განსხვავებული მოცემულობაა. გულისხმობ იმას, რომ ანალოგიურ პერიოდში ქონდა ხოლმე დაახლოებით 17-18% ზრდა, ეხლა გვაქვს დაახლოებით 11%-ზე ოდნავ მეტი. მაგალითად, მედიცინაში დაზღვეულთა რაოდენობა 4%-ით გაიზარდა, ხო? ანუ მოცულობაში გაიზარდა 11%-ით ბაზარი.
იგივე რა ავტოდაზღვევით მოცულობაში 20% გაიზარდა, დაზღვეული ავტომობილის რაოდენობა გაიზარდა 9%-ით, მაგალითად. ანუ რეალურად ფასის გაძვირების ეფექტი აქ აშკარად ჩანს, იმიტომ რომ უფრო ნაკლები ტემპით იზრდება დაზღვეულთა რაოდენობა. იმის დამიხოთ, რომ ბაზარი გაიზარდა 11%, ხო, მოგება პირიქით შემცირდა. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიებს საოპერაციო დანახარჯები ეზრდებათ, ანუ ეზრდებათ ხარჯები იმ უშუალოდ ოპერირებაზე, ეს იქნება ხელფასები თუ სხვა ტიპის ხარჯები, რომელიც კომპანიის აუცილებელია. იმას, რომ დაზღვევის სხვადასხვა სახეობაში ზრდის ტემპი შედარებით ნელია, ოფიციალური მონაცემებიც ადასტურებს. 2025 წლის 9 თვის მონაცემებით, კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა წლიურად მხოლოდ 4%-ით 782,035-მდე იყო გაზრდილი. ამ დროისთვის ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით მოსახლეობის 21% სარგებლობს. შედარებით ნელი ტემპით იზრდება დაზღვეული ავტომობილების რაოდენობაც და ამ ეტაპზე ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 8%-ია დაზღვეული. რაც შეეხება სადაზღვეო პოლისების ფასებს, სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პაკეტების გაძვირების ტემპი ბაზარზე არსებული ინფლაციის მაჩვენებლებს ჩამორჩება, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ავტოდაზღვევის ნაწილში. მიუხედავად იმისა, რომ პოზიტიური პრემია 100 მილიონითაა დაახლოებით გაზრდილი, წმინდა მოგების პარამეტრი, როგორც თქვენ ხედავთ, შემცირებულია, ესეც ნიშნავს, რომ თვითონ დაზღვევის გამომუშავების ზარალების ნაწილი იზრდება და ესე ვთქვათ, ძალიან დიდი კონკურენციის გამო სადაზღვეო ფასი ვერ ასწრებს იმ ნიშნულამდე მიდევნებას, როგორც ვთქვათ, ზარალების პარამეტრები იზრდება. ესეც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ იგივე რაც მე ვახსენე, რომ მაგალითად სამედიცინო მიმართულებით ინფლაციური მოვლენები უფრო მაღალია ვიდრე სადაზღვეო პრემიის ნაწილში და ვთქვათ, იგივე ავტოშეკეთების ნაწილშიც ასევე მაღალი არის ფასების დინამიკა. ერთია ფასების და მეორეა მოხმარების ნაწილი, ანუ სიხშირის ზრდა იწვევს ხოლმე ასევე ფასების ზრდას, რაც მოსახლეობა უფრო აქტიურად იყენებს დაზღვევას, შესაბამისად იზრდება ხოლმე ფასებიც, ამიტომ ორი კონტრიბუტორი გაქვს, ამიტომ ფასის ზრდის ის ნიუანსები, რაც ახლა ბოლო პერიოდში საქსტატმა და ევროპულ ბანკმა გამოაქვეყნა, ჯერჯერობით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასახული აქ არ არის, იმიტომ რომ მოხმარების გაზრდა, სიხშირის გაზრდა უფრო მეტად ასახულია ამ 11%-ში, ვიდრე ასე ვთქვათ, სამედიცინო დანახარჯების ზრდა. ეს ალბათ მოგვიანებით უფრო მეტად აისახება. ბაზრის მონაწილეების წინასწარი გათვლებით 2025 წელს მთლიანობაში სადაზღვეო სექტორის მიერ მოზიდული პრემიის მოცულობა 1,5 მილიარდიან ნიშნულს მიაღწევს. თუმცა სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სადაზღვეო ბაზარს ზრდის გაცილებით მაღალი პოტენციალი აქვს. ბაზრის მონაწილეების ნაწილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით ეგრეთ წოდებული დაშენებული პაკეტები აღდგეს, რაც იმას გულისხმობს, რომ მოქალაქეებს უნდა ქონდეთ საშუალება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პარალელურად კერძო დაზღვევის შემავსებელი პაკეტებით ისარგებლონ. ბაზრის მონაწილეების ნაწილი კი ფიქრობს, რომ დროა მსჯელობა დაიწყოს დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევის შემოღებაზე, რაც მათი შეფასებით სამედიცინო დაზღვევის პაკეტების ფასებს უფრო პროგნოზირებას გახდის. ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოთხოვნა ცხადია გაიზრდება, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინფლაციური მდგენელი ფასებში აქვს სამედიცინო განფასებებს, არა მარტო წამლებს, არამედ სერვისებსაც. ამიტომ ეს მოთხოვნა ძალაში რჩება და თუ დასაქმებულთა სამედიცინო დაზღვევაზე გადავალთ, იქ მინიმალური პაკეტიც ადვილი განსასაზღვრი იქნება და შესაძლებლობაც მეტი იქნება, იმიტომ რომ მოხდება ჯგუფურად, ასე ვთქვათ, დაზღვევა ყველა დასაქმებულისა. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, კასკოს ნაწილიც მცირედად იზრდება, მოგეხსენებათ, ესეც ასე ვთქვათ, ის საკითხები, რომელსაც დაზღვევის ინდუსტრია ელოდება, ისევ ასეთი ჩარჩოების ქვეშ იქნება, სანამ სავალდებულო დაზღვევა არ გამოვა ამ მიმართულებით. 1,5 მილიარდიან ნიშნულს მივაღწევთ წლის შედეგით. ანუ ის ზრდა იქნება დაახლოებით იმ დონეზე, რაც იყო ბოლო წლებში. თუ მოხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები სახელმწიფო პოლიტიკაში, მაშინ ეს უკვე სხვანაირად აისახება, მაგრამ უკვე მომავალ წელს. ამაზე სულ ლაპარაკობთ, რომ ჩაიხსნას ის შეზღუდვა, რომ შრომელ ადამიანებს საქართველოს, რომელიც დოულადს ქმნიან, კარგავენ სახელმწიფო პროგრამებს, როგორც კი იყიდიან დაზღვევას. მიუხედავად იმისა, რა დაზღვევას იყიდიან. ეს თემა უნდა ჩაიხსნას და ადამიანებმა უნდა შეძლონ ესე წოდებული დაშენება. 2025 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდული პრემიის მიმართულებით 478 მილიონი ლარის პორტფელით პირველ ადგილზე კვლავ ჯანმრთელობის დაზღვევაა. მას მოსდევს სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა 226 მილიონიანი პორტფელით. ხუთეულში არის ასევე ქონების და სიცოცხლის დაზღვევა.
TBC კაპიტალმა 2025 წლის 9 თვის მდგომარეობით სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო საქონლის ეგრეთ წოდებული FMCG ბაზრის მიმოხილვა განაახლა. ანგარიშის თანახმად წელს ამ ბაზარზე 9.8% წლიური ზრდა არის მოსალოდნელი. რის შედეგადაც ჯამური ბრუნვა 24 მილიარდ 200 მილიონ ლარს მიაღწევს. 2026 წელს ამ სექტორში ბრუნვის ზრდა 5.9%-მდე მშენებლობა არ არის ამავე დროს პროგნოზირებული. ანგარიშის მიხედვით ბაზრის 59% არაკორპორატიზებული, ანუ ეგრეთ წოდებული ტრადიციული სავაჭრო ობიექტებია, 38% კი ქსელურ მარკეტებზე მოდის, რასაც TBC კაპიტალი ბაზრის თანამედროვე სეგმენტს უწოდებს. თბილისში ქსელური მარკეტების წილი ამავე დროს 54%-ია, რეგიონებში 28%. TBC კაპიტალის მონაცემებით, თუ დედაქალაქში ბაზრის ქსელური მოთამაშეების წილი უცვლელი დარჩება, რეგიონებში ის წლის ჭრილში 3% პუნქტით გაიზრდება. თუმცა ისეთ რეგიონებში, როგორიც არის ქვემო ქართლი, აქ 16%-იანი ზრდაა ნავარაუდები, კახეთში 18% და გურიაში 20%-იანი. ბაზარზე ქსელური მარკეტების წილი კვლავ 25%-ზე ნაკლებია. კომპანიებს შორის საბაზრო წილით პირველ ადგილს Daily ჯგუფი იკავებს, რომლის ბრენდებიც მოიცავს Daily-ს, Spars, კალათას, მაგნიტს, გვირილას და EOS. ეს ჯგუფი გასულ წელს შემდგარი გაერთიანების შედეგად არის ჩამოყალიბებული. ამ ჯგუფის შემოსავალი ბაზრის თანამედროვე, ანუ ორგანიზებული სეგმენტის 33% შეადგენს. მეორე პოზიციას 20.9%-ით ორი ნაბიჯი იკავებს და მესამე პოზიციაზე ნიკორაა 18.7%-ით. შემდეგ პოზიციას იკავებს Carrefour 9.7%-ით, მას მოჰყვება Agrohub 4.9%-იანი წილით, შემდეგ Goodwill 3.1%-იანი მისი წილი, Universam 2.3% და Fresco 2.2%-ის საბაზრო წილს ფლობენ. სხვა არც ერთ კომპანიას 2%-ზე მაღალი წილი არ აქვს. ზამთრის სეზონს ჰორეკა სექტორი გაზრდილი ხარჯებით ხვდება, რასაც განსაკუთრებული გავლენა სარესტორნო ბიზნესზე ექნება. ბიზნესის წარმომადგენლები BMG-თან აღნიშნავენ, რომ როგორც დედაქალაქში, ისე კურორტებზე, კვების ობიექტებში ფასების დაკორექტირება გარდაუვალი უნდა იყოს. ამის გარდა სასტუმროებში ზამთრის სეზონთან დაკავშირებით განსხვავებული შეფასებებია. თბილისში მდებარე ობიექტები საახალწლო ჯავშნებს უკვე იღებენ. ზამთრის კურორტებზე კი ამ დრომდე არ იციან, როდის გაიხსნება სეზონი, რაც კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული. როგორ ხდება ბიზნესი ზამთრის ტურისტულ სეზონს? ანუკა ჯოხაძე მოიკითხა. ზაფხულის ტურისტული სეზონით კმაყოფილი ბიზნესი ზამთარს გამოწვევებით ხვდება. ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მზარდი ინფლაციის გათვალისწინებით არსებულ ფასებს ვეღარ ინარჩუნებენ. განსაკუთრებით კი პროდუქციის გაძვირებაზე სარესტორნო ბიზნესი წუხს. მათი შეფასებით, სავარაუდოდ ზამთრის სეზონზე, როგორც თბილისში, ისე საკურორტო ზონის რესტორნებში ფასები 5-10%-ით ზრდისკენ დაკორექტირდება. კატასტროფულად არის გაზრდილი ფასები ხორცის პროდუქცია, იმპორტირებულ პროდუქცია, ერთ თვეს ერთი ფასია, მეორე თვეში შეიძლება შენი დაგეგმილი ფასი აბსოლუტურად შეიცვალოს. სავარაუდოდ 5%-ით გავზრდით ფასებს, რაც იყო შარშანდელთან შედარებით ინფლაციიდან გამომდინარე. რესტორნები ვერ გაზდიან უსასრულობამდე გასაყიდ ფასებს, მაგრამ პროდუქტები იწევს ნელ-ნელა, მაგალითად მოგეხსენებათ ხორცის ფასი არის გაზრდილი, მოგეხსენებათ არის ძის პროდუქტების ფასი გაზრდილი, მაგალითს მოვიყვან ამერიკაში, ლოს-ანჯელესში მოცარელა ღირს $3.67 და საქართველოში ყველაზე ხარისხიანი, ისე ნორმალური ხარისხის მოცარელა რო იყიდო ღირს $23. რესტორნებისგან განსხვავებით ფასების დაკორექტირება უჭირს სასტუმრო ბიზნესს. სვანეთში მდებარე განთავსების ობიექტების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კვებასთან ერთად ყოველწლიურად სასტუმროს სხვა სერვისების ღირებულებაც იცვლება. გაზრდილ ხარჯებს ბიზნესი ფასების ზრდით ვერ აბალანსებს, რადგან მსგავსი გადაწყვეტა დამსვენებლის კლებას იწვევს. კვებით ნაწილში არ არის იგივე ძალიან დიდი რაოდენობით სასტუმროს თავისთავად გვჭირდება განახლება, თეთრეული პირსახოცები და ასე შემდეგ. წვრილმანები რომ აღარ ჩამოვყვე და ყველა სეზონზე განსხვავებული ფასებით გვიწევს ამ ყველაფრის განახლება და თავისთავად ეს არის ძალიან დიდი ხარჯი. იგივე დინამიკით ჩვენ ფასების გაზრდას უბრალოდ ვერ ვახერხებთ, იმიტომ რომ არ არის ისეთი რაოდენობა და ნაკადი, რომ მუდმივად შენი ფასი დაიჭირო, ფაქტიურად მაინც უწევთ ერთმანეთისთვის ფასით კონკურენციის გაწევა სასტუმროებს და შესაბამისად უბრალოდ სხვა გზა არ გრჩება, რომ არ იყო იმ საფასო სეგმენტში, რაც არის ყველგან. ზამთრის კურორტებზე ჯავშნების აქტიურად მიღება ჯერ დაწყებული არ არის, რისი მიზეზიც უთოვლობაა. უდაუში არ იციან ოფიციალურად, როდის გაიხსნება ზამთრის სეზონი, რაც ბიზნესს აფერხებს. სვანეთში კი ამბობენ, რომ წელსაც მთავარი პრობლემა ელექტროენერგიით მომარაგება იქნება.
ზამთართან მიმართებაში მე პირადად უკვე ესეთი განწყობა მაქვს, რომ რაღაც განსაკუთრებული მოლოდინებით არ ვარ ხოლმე და ძირითად სეზონად მაინც უფრო ზაფხულს აღვიქვავ ამ პრობლემებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი სათხილამურო კურორტები გვაქვს, ხაწვალი და თეთნულდი. ძალიან გააქტიურებულია აზიური ქვეყნების სეგმენტი. დიდი ნაწილი არის ებრაელი დამსვენებელი, მაგრამ ასევე არის ძალიან ბევრი მხარჯორულნარიანი დამსვენებელი გალფის ქვეყნებიდან. ჯავშნები დეკემბრის და იანვრის თვეში ნაკლები გვაქვს, რადგან ჩვენ არ გვაქვს ხელოვნური გათოვლიანება. ყველა თავს იკავებს ამ პერიოდში ჯავშნებზე. MTA ვერ ასახელებს კონკრეტულ თარიღს, როდის გაიხსნება ზამთრის სეზონი, როდის გაიხსნება საბაგიროები. დედაქალაქის სასტუმროებში დატვირთულობის თვალსაზრისით გასულ წელთან შედარებით უკეთესი ზაფხული და შემოდგომა იყო. რაც შეეხება ზამთარს, განთავსების ობიექტებში წინა საახალწლო ჯავშნების მიღება უკვე დაწყებულია. ყველაზე მეტად კი მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები აქტიურობენ. მადლობა ღმერთს ევროპიდან ჩამოდის ხალხი, მაგრამ მაინც ძალიან აქტიური აზია და პოსტსაბჭოური ქვეყნებია, საიდანაც სტუმრობენ ჩვენ ქვეყანას და ალბათ დეკემბრის თვეზე ამჟამად კაი მოლოდინები გვაქვს, მაგრამ შემდეგ როგორც ყოველთვის აი პრაქტიკაში არის, რომ თებერვალი და მარტი მიახლოებით არის 20-დან 35%-მდე ვარდნა შემოსავლების და შემდეგ ისე ვიზრდება. ველოდებით დეკემბრის დასაწყისში რომ იქნება შედარებით უფრო ნაკლები მოთხოვნა, თუმცა ახალი წლისთვის ეს ყველას უცნობია, რომ თბილის ძალიან მაღალი მოთხოვნა აქვს ხოლმე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან. აქედან გამომდინარე, მანდ ველოდებით ისევე რა ველოდებით რა უკვე არსებობს ესა რა ქვია ჯავშნები. ზამთრის სეზონი ჩვენთვის ლოკაციიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე ცოტა რთული პროცესია, მაგრამ 40%-ზე მაინც ვინარჩუნებთ დატვირთულობას. სეზონი ზამთრის კურორტებზე ყოველ წელს ოფიციალურად დეკემბერში იხსნება, თუმცა ამ დროისთვის საკითხზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. დამსვენებლებს საქართველოს ერთდროულად რამდენიმე კურორტზე, გუდაუში, მესტიაში, ბაკურიანსა და გოდერძის ემასპინძლობს. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 8597 მშენებლობის ნებართვა გაიცა. საქსტატის მონაცემებით გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით ნებართვების რაოდენობა შემცირებულია. გასული წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვა გაცემული იყო 8841 ობიექტის მშენებლობაზე. საქსტატის მონაცემებით ამ წლის საანგარიშო პერიოდში მშენებლობის ნებართვა ჯამურად 8,483,408 კვადრატულ მეტრზეა გაცემული. გასული წლის იანვარ-სექტემბერში კი მშენებლობის ნებართვა გაცემულია 8,586,104 კვადრატულ მეტრზე. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში შენობის ტიპის მიხედვით ყველაზე მეტი ნებართვა საცხოვრებელ შენობებზე გაიცა. მას მოსდევდა სამრეწველო და სასაწყობო შენობები და სავაჭრო ობიექტები. საცხოვრებელი შენობა 6039 ნებართვა იყო, სამრეწველო და სასაწყობო შენობა 659, სავაჭრო ობიექტი 536, სასტუმრო ნებართვა 133, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტზე კი 100 ნებართვაა გაცემული. საქართველოში ბოინგის კონტრაქტორმა კომპანია აეროსტრუქტურების ტექნოლოგიებმა ციკლონმა ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა, რაც 2024 წელს მიღებულ შემოსავლებს და გაწეულ ხარჯებს ასახავს. ამ დოკუმენტის მიხედვით ქარხნის შემოსავალი შარშან $9,400,000 იყო, რაც წლიურად $4,900,000-ით გაზრდილი მაჩვენებელია, თუმცა უფრო მეტად არის გაზრდილი ხარჯები. ამან გასულ წელს კომპანიის $6,300,000 ზარალი გამოიწვია. კომპანია ციკლონი საქართველოს განვითარების ფონდის და ისრაელის ტექნოლოგიური კომპანია ელბიტის ერთობლივი საწარმოა, რომელიც 2015 წელს არის დაფუძნებული. ქარხანა 2018 წელს გაიხსნა და მან ნაწილების რეალიზაცია 2019 წლიდან დაიწყო. საწარმო ბოინგი 787-ისთვის და ბოინგი 727 მაქსისთვის კომპონენტებს ამზადებს და შესაბამისად წარმოებლის შეკვეთების მოცულობაზეა დამოკიდებული. შარშან კომპანიამ $9,380,000 ამონაგები მიიღო, რაც მნიშვნელოვნად მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, თუმცა ამ ზრდის მიუხედავად, საოპერაციო ხარჯების და ფინანსური ვალდებულებების მოცულობამ საბოლოო შედეგზე უარყოფითი გავლენა იქონია. ციკლონის საოპერაციო ზარალი $2,470,000 იყო, ფინანსური ხარჯები $3,760,000. შედეგად კომპანიის ჯამური ზარალი გასულ წელს $6,300,000 ლარში ადგენდა. აუდიტორული კომპანია ვიდეო აუდიტი ფინანსურ ანგარიშგებაზე პირობითი მოსაზრების დაფიქსირებისას აღნიშნავს, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აქციონერების მხარდაჭერაზე
მათ შორის ქართულ კომერციულ ბანკთან არსებული სესხის პირობების დარღვევის გამო. 2024 წელს აქციონერებმა სესხების გადავადებაზე ახლიდან მიიღეს გადაწყვეტილება. მათი დარჩენილი ნაწილის დაფარვა 2027 წლამდე გადაიდო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 300 ახალი საპატრულო და 150 ოპერატიული დანიშნულების პიკაპის შესყიდვისათვის ბაზრის მოკვლევა გამოაცხადა. ამ მოკვლევით უნდა განისაზღვროს თუ რა ფასად გამოაცხადებს შესაბამის ტენდერს. ბაზრის მოკვლევა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ახორციელებს. დოკუმენტაციის მიხედვით საპატრულო ავტომობილის სიგრძე 4.6-4.7 მიათედი მეტრის ფარგლებში, სიგანე კი 1.78 მიასედი, 1.82 მიასედი მეტრის ფარგლებში უნდა იყოს. ავტომობილს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 140 ცხენის ძალა, ხოლო 100 კილომეტრზე საწვავის მოხმარება 5 litrს არ უნდა სცდებოდეს. ავტომობილი 0-დან 100 კილომეტრამდე აჩქარებას 10 ნახევარ-წამს არ უნდა აცილებდეს. ავტომობილი 2025 წლის წარმოების უნდა იყოს. პიკაპებს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში რაოდენობა 150-ია. აღნიშნული ავტომობილები კი არანაკლებ 5 ნახევარი მეტრის სიგრძის უნდა იყოს და მათ არანაკლებ 150 ცხენის ძალა უნდა ჰქონდეთ. 2023 წელს შინაგან საქმეთა მინისტრმა 305 ახალი ოპერატიული ავტომობილი შეიძინა. ამ ტენდერში შკოდა საქართველომ გაიმარჯვა და მისი ღირებულება 20.400.000 ლარი იყო. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვეყანაში 112 მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადი მიიღო. პროექტს კომპანია პირველი ახორციელებს, რომელიც 2016 წელს არის დაფუძნებული და მისი 50%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი სულხან პაპაშვილია. 50%-ს კი კომპანია ამპერაქს ენერჯი ჯორჯია ფლობს, რომელიც თავის მხრივ თურქ ბიზნესმენ ომერ ქან ბიროლ ვაროლს ეკუთვნის. აღწერის მიხედვით ქარის ელექტროსადგური სოფლების უფლისციხის ბირბუკის ქვარხრელისა და შავშების მიმდებარედ განთავსდება. პროექტთან დაკავშირებით კომპანია პირველმა სკირინგის განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად 2025 წლის 5 დეკემბრამდე უნდა წარადგინოს. საიდანაც პროექტის აღწერის შემდეგ უფრო დეტალური ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი. ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი კიდევ ერთ განახლებადი ენერგიის პროექტშია ჩართული. მისი კომპანია შპს ნაროვანი ჰესი აზბეგის რაიონში, კონკრეტულად კი კოპში 9 მეგავატის სიმძლავრის ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს. იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ჭიათურაში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვების და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევა 3 კუბურ მეტრამდე წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის 300 მერქანის უკანონო მოპოვებას მიუთითებს, რომლის ტრანსპორტირებასაც სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხდებოდა. ვინაიდან საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, როგორც უწყებაში ამბობენ, მასალების შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის საგამოძიებო უწყებაში გადაგზავნილი ავტომატ დალუქულია და უკანონოდ მოპოვებული 300 მერქანი შემდგომი განკარგვის მიზნით ჭიათურის საქმიან ეზოშია გადატანილი. სამართალდარღვევა წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის 300 მერქანი უკანონოდ მოიპოვა, რომლის ტრანსპორტირებასაც სახელმწიფო ნომრის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა. ნებისმიერ სამართალდარღვევაზე გატარდება მკაცრი სანქცია. ლუკოილის თანადამფუძნებელმა ლეონიდ ფედუნმა 7 მილიარდ დოლარიანი წილი რუსულ კომპანიას მიყიდა. ეს ინფორმაცია როიტერსმა 3 წყაროს და მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით გავრცელა და წერს, რომ ამით დასრულდა 30 წლიანი გამოცდილება, რომელმაც ლუკოილი გლობალურ კომპანიად აქცია. ლუკოილი, რომელიც ოქტომბერში დასანქცირდა, თავის უცხოურ აქტივებს ყიდის. როიტერსის წყაროს ინფორმაციით, უკრაინაში დაბადებულმა და მონაკოში დაფუძნებულმა ფედუნმა დაახლოებით 10%-იანი წილი ჯერ კიდევ 2025 წლის დასაწყისში ლუკოილს დაუბრუნა, რაც რუსი მილიარდერის მიერ ქვეყანაში თავისი აქტივების ჩუმად გაყიდვის იშვიათი მაგალითია. 69 წლის ფედუნი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ელცინის მმართველობის დროს 90-იან წლებში მიმდინარე ქაოტური პრივატიზაციის დროს გახდა. ის ვაგიტ ალეკპეროვთან ერთად მუშაობდა დასავლეთ ციმბირის ნავთობის საბადოების პრივატიზაციაზე, ელცინმა კი 93 წელს მათი გაყიდვა დაამტკიცა. ამ ფაქტმა სახელმწიფო საწარმოები ერთ ღამეში კერძო კომპანიებად და ზოგიერთი სახელმწიფო თანამშრომელი მილიარდერად აქცია.
რუსული კომერსანტი წერს, რომ S&P Global-ის მონაცემებით შტატების მიერ როსნეფტისა და ლუკოილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ ნოემბერში აზიის ძირითად ქვეყნებში რუსული ნავთობქიმიური ნედლეულის მიწოდება 57-80%-ით შემცირდა. ინდოეთში ნავთობის მიწოდება 57%-ით 60,000 ტონამდე, აი ჩინეთში კი 73.3%-ით 54,000 ტონამდე, ტაივანში კი 79.6%-ით 27,000 ტონამდეა შემცირებული. S&P Global-ის წყაროების მიხედვით ინდოელი მყიდველები რუსული ნავთობის იმპორტს სავარაუდოდ მთლიანად შეწყვეტენ. ტაივანური ფორმასა პეტროქემიკალი, რომელიც რუსული ნედლეულის უმსხვილეს იმპორტიორად სახელდებოდა, რუსეთიდან იმპორტზე უარის თქმას განიხილავს. ნავთობპროდუქტების ექსპორტის შემცირება რუსული ნავთობის შესყიდვის ზოგადი შემცირების ფონზე ხდება. შეერთებული შტატების დიპლომატიური დელეგაცია, რომელიც სტივ ვიტკოფის ხელმძღვანელობით მომდევნო კვირას რუსეთის ფედერაციაში ჩავა, დადასტურებულია და ის მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება. შეხვედრის მიზანი დონალდ ტრამპის მიერ შემოთავაზებული რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო გეგმის განხილვა. ეს ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვმა დაადასტურა. საუბარი არის შტატების მიერ შემოთავაზებულ 28 პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე, რომელმაც კიევსა და ბრიუსელში უარყოფითი უკავშირი გამოიწვია. ეს შეთავაზება უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობას ითვალისწინებს. ოთხშაბათს გავრცელდა პირადი საუბრის ჩანაწერი, სადაც ვიტკოფი რუს მაღალჩინოსანს ურჩევს, თუ როგორ უნდა წარადგინოს გეგმა რუსეთის პრეზიდენტისათვის. ამავე საუბარში იყო წინადადება დონეცკის რეგიონის რუსეთისათვის გადაცემასთან დაკავშირებითაც. ასეთი იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმიანი საღამო მოგეულდებათ, რომელსაც გიორგი თოლორდავა და ბექა ბაციკაძე გაუძღობიან. ჩვენ კი ერთმანეთს ხვალ შევხვდებით BMG TV-ს ეთერში საღამო 7 საათზე პროექტით.